მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედის მაცხოვრებლები უკვე ძალიან დიდი ხანია წლებია შეიძლება ითქვას, რომ დახმარებას ხელისუფლებისგან ითხოვენ იმ პრობლემის მოსაგვარებლად, რომელიც მდინარეს ეხება, რომელიც ამ სოფელში ჩამოედინება და ყოველი ძლიერი წვიმის დროს ეს მდინარე დიდდება, კალაპოტები მას ვერ იჭერს და შესაბამისად ადგილობრივ მაცხოვრებლებს და მოქალაქეებს დიდ პრობლემას უქმნის. თუმცა მიუხედავად ამ მოთხოვნისა და არაერთი განცხადებისა, ამ ადამიანების ეს პრობლემა ამ დრომდე არავის არ მოუგვარებია. როგორც გითხარით, ეს არის მდინარე, რომელიც ყოველი ძლიერი წვიმის დროს დიდდება და კალაპოტიდან გადმოდის, რაც იქ მცხოვრებელი ადამიანები საცხოვრებელ სახლებს, პირველ სართულებს სრულად მორავს და ასევე მათ შორის სახნავს ათეს მიწებს, რაც ამ ადამიანებისთვის არის უდიდესი პრობლემა და გარდა ამისა, როგორც ადგილობრივები ყვებიან, ყოველი ძლიერი წვიმა მათთვის არის შიშის მომგვრელი, იმიტომ რომ სოფელი ფაქტობრივად გარე სამყაროს სრულად წყდება. ეს არის სასაზღვრო სოფელი, სადაც ეს ადამიანები უკვე წლებია ცხოვრობენ და როგორც ისინი ამბობენ, ამ მოთხოვნის მიუხედავად მათი ეს პრობლემები არავის მოუგვარებია. დღეს უკვე ამ ადამიანებთან პირადად შესახვედრად ლელო ძლიერი საქართველოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, ლიდერები, პოლიტიკოსები, რომლებმაც ამ ადამიანების პრობლემები პირადად მოისმინეს და როგორც თავად აღნიშნავენ, მას შემდეგ რაც აქტიურად დაინტერესდა ოპოზიციური პარტიის ლიდერები ამ ადამიანების პრობლემებით, ამის შემდგომ გამოჩნდნენ ადგილზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ამ ადამიანებს 15 ოქტომბრიდან მისცეს პირობა, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარებაზე იზრუნებენ. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი წყალმოვარდნა იყო, რის შედეგადაც დაუზიანდათ საცხოვრებელი გარემო, სამეურნეო სავარგულები, შინაური ფრინველები და ცხოველები დაეხოცათ ამ ადამიანებს, რომლებიც ამაგრებენ უმნიშვნელოვანეს საზღვარს და საზღვრისპირა სოფელს ქმნიან, სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა. ადგილობრივების აქტივობის და ჩვენი აქტიურობის შედეგად ხელისუფლება იძულებული გახდა, რომ დაინტერესებული იყო ამ საზღვრისპირა სოფლის პრობლემებით, იმყოფებოდნენ რაღაც უზარმაზარი კორტეჟით, შემადგენლობით და დაიდო პირობა, რომ 15 აგვისტოდან დაიწყება რეაბილიტაცია, ზიანის შედეგად კომპენსაციების გაცემა და აშენება. 15 აგვისტო ძალიან ახლო პერიოდშია, ჩვენ კიდევ ბევრჯერ ჩამოვალთ აქ, გავაკონტროლებთ და ვაიძულებთ ხელისუფლებას, რომ შეასრულოს ყველა ის პირობა, რომელიც ვალდებულია რომ გააკეთოს. საქართველოს ხელისუფლებამ სამწუხაროდ ვერ მოახერხა ვერც ერთ ჯერზე, ვერც წინა ხელისუფლებებმა და ვერც ამ ხელისუფლებამ, რომ რაღაც დამცავი ჯებირები გაგვეკეთებინა და ვითომ რო უფრთხილდებით გოჯ მიწას, აი აქ ჩანს რომ არაფერსაც არ უფრთხილდებით. ამ მიწას ვატანთ წყალს და მეწყერს შეიძლება ითქვას და აქედან რო ეს ხალხი აიყაროს და წავიდეს, აჭარელი ეკომიგრანტები. ერთხელ უკვე მოსახლებულები ეკოლოგიური მძიმე პრობლემების გამო და აქედანაც იგივენაირი პრობლემების გამო რო აიყაროს ხალხი, ჯერ ამ ხალხს რას ვერჩით? ორგზის რომ მიგრანტები გავხადოთ და მეორე ჩვენს უსაფრთხოებას რას ვერჩით? საზღვრის დაცვას რას ვერჩით? იმიტომ რომ ეს დაუცველი ტერიტორია, დაუსახლებელი ტერიტორიაც თუ გადაიქცა, ეს არის პრაქტიკულად დაკარგული და საზღვრისპირა სოფელი, რომელიც აჭარელი ეკომიგრანტებით არის დასახლებული, იმისთვის რომ არ დაიცალოს, ახლა აუცილებელია აღნიშნული პრობლემების მოგვარება და ახლა საინტერესოა, რას გააკეთებს ხელისუფლება, რომელმაც როგორც ადგილზე ყვებიან დაპირება გაესცა, რომ 15 აგვისტოდან დაიწყება აღნიშნული საკითხის, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა და ახლა საინტერესოა მოაგვარებენ თუ არა ისინი ამ ადამიანების პრობლემებს და იმ დაპირებას შეასრულებენ თუ არა, რაც გასცეს ადგილზე. პირდაპირ ეთერში დიანა ჩირგაძე საუბრობდა.